ანუ იქ არის სხვადასხვა მედია საშუალებები არის. უფროსი გამო. სხვები რო არიან იმათ აკმენება ყველა იქ. ანუ ჩვენ სტუდენტებმა ამოვაყენეთ მოთხოვნები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და ეხლა ამ თემში მიმდინარეობს შეხვედრა. და გვაქვს ასე ვთქვათ მოთხოვნები, რომელიც აუცილებლად უნდა დაგვანყოფილდეს. და იქ არის უამრავი მედია საშუალება, თქვენ რატო არ გიშოვენ არ ვიცი. ანუ ეს არის ერთი არის რეგენტთა საბჭოს გაუქმება, მეორე არის რომ დაბრუნდნენ ლექტორები, რომლებიც არიან განთავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით და მოკლედ საგნებზე დარეგისტრირება, რომ გამარტივდეს სტუდენტების, იმიტომ რომ ბაზასთან არის დიდი პრობლემები და სტუდენტები ვერ სწავლობენ იმ საგნებს, რომლებიც რეალურად აინტერესებს. სინამდვილეში უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არ აქვს მზაობა იმისთვის, რომ ნამდვილად რაც არის პრობლემა, ამაზე დაფიქრდეს და ამაზე მოახდინოს რეფლექსია და რომ შეეცადოს ადმინისტრაციას არ შეუძლია მოგვარება ამ პრობლემების, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ფართოპლანის და უფრო პოლიტიზებულია უნივერსიტეტის პრობლემა სინამდვილეში. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და მთავარი მოთხოვნა, ულტიმატუმი, რაც წაუყენეთ სტუდენტებმა, იყო რეგენტთა საბჭოს გაუქმება დააშლა, იმიტომ რომ ჩვენი რეგენტთა საბჭო, რომელიც ირჩევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, არის მინისტრების მოადგილებისგან დაკომპლექტებული. ეს არის პირდაპირ, ამაზე პირდაპირ ჩარევა და ამაზე პირდაპირ დარტყმა უნივერსიტეტის მართვაზე და ავტონომიაზე, თვითმმართველობაზე წარმოუდგენელი არ შეიძლება იყოს. ეს არის ნამდვილი პრობლემა. დღეს დილით შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გაგვაპროტესტებინა როგორც ყოველთვის გაუმართავი ბაზები, ის რომ ადგილები ყოველთვის გადავსებულია და დეკანატიდან დეკანატში გვაგზავნიან და პრობლემები არასდროს არ არის მოგვარებული. მოკლედ შევიკრიბეთ და გვინდოდა ადმინისტრაციასთან შეხვედრა, მაგრამ დაცვამ არ შეგვიშვა. იყო შეხლა შემოხლა, ერთ-ერთს ხელიც კი გაარტყეს და შემდეგ გამოგვაღებინეს სტუდბილეთები იმისთვის, რომ შევეშვით ჩვენსავე უნივერსიტეტში. არა და როგორც ყველა მიცის, ჩვენ უნივერსიტეტში შესვლა სტუდბილეთი არ სჭირდება. ბატონი დავით ჩოლოხიძე კანცლერი შეხვდა, მაგრამ კიდევ ერთხელ საბოლოოდ დავწუნდით იმაში, რომ არც კანცლერთან და არც ადმინისტრაციის თანამშრომელთან ლაპარაკს აზე არ აქვს, იმიტომ რომ არის სრული დემაგოგია, არის რაღაც პრობლემების ძალიან მინიმუმამდე დაყვანა. მეტიც ისაც გითხრა, რომ მე ვერ ხედავ თქვენ რა პრობლემა თუ გაქვთ. ახლა რჩება ერთი ვარიანტი, რომ ვიყოთ უფრო მეტი, გაცილებით უფრო მეტი დღეს ვიტყვით, მოახდინოთ მობილიზება, დაუკავშირდეთ ყველა სტუდენტს, ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, ყველა ლექტორს, შევიკრიბოთ ერთად, ორშაბათს მოვიდეთ აქ და გავამაყრდეთ უნივერსიტეტში.